ჩვენ მაინც ერთი სფეროდან ვართ და ესე თეატრალურიდან და იქიდან მოყოლებული ერთმანეთს ვიცნობდით, მით უმეტეს მე შემდგომში ერთ თეატრში ვიყავით, უბრალოდ აი ეს მომენტი, როდესაც თქვა ჩვენ უფრო სხვა ჭრილში შევხედეთ ჩემი წარმოსახვით ეს მოხდა ერთ-ერთი რეპეტიციის დროს, როდესაც საერთოდ არ ველოდებოდი ვთქვათ, რომ ქეთი თავის ადგილას იქნებოდა, ეს პირველ სიყვარულზე ვდგავ, ესე ქვია პიესას თვითონ პირველი სიყვარული ბეკეტის და დარწმუნებული ვიყავი, რომ ქეთი არ იყო რეპეტიციაზე, ან იმ მომენტში იმ ადგილას და მთელი ძალით ქეთი რომ უნდა მეჩხუბა და ან დროს მუსიკა ჩართო იმ რადისტმა, ხმის რეჟისორმა და ამოსვლით იწყებოდა მუსიკის და ეს უცებ იქიდან ამოვიდა იმ სკამიდან და თან ტექსტიც ესეთია და ის დავინახეო და აი რაღაცნაირად ისე დაჯდა ერთმანეთზე რომ ის პასუხისგებლობა ის სიყვარული საქმის მიმართ რაღაცნაირად ჩემი ცოტა უხერხული დაყვირება აი ისეთი მომენტი იყო რა თითქოს ჯადოსნური ის და იქ ეს ყველაფერი გადაიქცა რაღაც სხვათ უკვე ეს ჩემთვის ხო მას შემდეგ ყვირი ქეთი კეთიტყურები არა მე ვიყავი მაგრამ მაინც შენზე ვარ ყველაფერში დამოკიდებული ხო იცი ხო მე რაღაცაც უბრალოდ ხელშეწყობა იყო და თანხმედრა მოხდა თორე მე არ ვიყავი რატო არ ვიყავი ცუდი არ იყო და აი რა ვიცი ყვირე იქ არა ერთად ვიყავით იმიტომ რეპეტიციები იყო აი ცოტა სხვანაირად ხდება თითქოს თეატრში ეს ყველაფერი ისეთ თეატრალური წყვილები ყოველთვის გამორჩეული არიან გამომდინარე იქიდან რომ მართლა ფაქტიურად 24 საათი გვიწევს ერთად ყოფნა იქ და იქ მეგობრობაც ესეთია აქ ხდინამდე ასე რომ ვთქვათ და სიყვარულიც ესე გამოდის. სპექტაკლზე დაიწყო პირველ სიყვარულზე ჩვენთვის არა პირველი სიყვარული, მაგრამ რაღაცნაირად მაგრამ გავაპირველეთ. გავაპირველეთ, ხო. შეხვედრაში რაღაცნაირად თანხმედრაში ორი მსახიობი ძალიან რთული ოჯახში, მაგრამ აი რეჟისორი და მსახიობი მე ვფიქრობ, რომ არ არის ისეთი რთული, როგორც ხო, ერთი სფეროა, ძალიან ბევრი საერთო გვაქვს. არის დადებითიც და არის უარყოფითიც. როგორ ვიტყვით, ესე ჰარმონიულად არ ხდება, მაგრამ მე და ნიკას შემთხვევაში ძალიან პატივცემ ნიკას პროფესიას. ვერ გეტყვი, რომ ნიკაზე ვარ დამოკიდებული, იმიტომ რომ რეჟისორია, მაგრამ ძალიან ბევრი ისეთი საერთო ნამუშევარიც გვაქვს, რომელსაც ვამაყობთ და ორივე ძალიან გვიყვარს. იმედია შემდეგშიც ვითანამშრომლობთ. ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა მასთან მუშაობა, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ არის ნიჭიერი ადამიანი, ბავშვობიდან წარმატებული, ისეთი გამორჩეული როლები ჰქონდა ყოველთვის, შემდეგ თეატრალური ინსტიტუტის პერიოდი მახსენდება, როდესაც იქ ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ რაღაცა ისეთი ნიშა დაიკავო და იქაც ყოველთვის ყვინავდა და ჩანდა, იმიტომ ყოველთვის საინტერესო გადაწყვეტებს იგონებს თავისი როლის. ჰარმონია ისეთი მომენტი არის, რომ შენ თუ მოახერხებ სწორად და გაანაწილო შენი ენერგია, ვთქვათ, სამსახურში, ოჯახში, თუმცა სიყვარული ყოველთვის თანსდევს ამას და იქაც, რა თქმა უნდა, იქაც ჩანს, აქაც ჩანს, მაგრამ ისე ვინატრებთ თავს და მისი როლები ჩემ სპექტაკლში ყოველთვის მინდა ხოლმე რომ მან შეასრულოს ის კონკრეტული როლი და ალბათ მასაც უნდა რომ ჩემთან იმუშაოს ხოლმე. მეც მიყვარს მასთან მუშაობა. საინტერესო არის, საინტერესო. თეატრიც ცოლი არ ვიცი ხო? არა, ესე არც გამოდის. იცი რა, ბევრს ესეც ემართება რომ მაინც იქაც ცოლქრობა და იქაც ის არის, თუმცა ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს ძალიან დიდი და მე კეთი უფრო დიდ ძალას მაძლევს ისე როგორც ახლა ვთქვათ გავინაწილეთ ეს ყველაფერი. როცენტობა არ არის, ძალიან მიჭირს იქ მეგობრობაც და საერთო მიზნებზე საუბარი და როცენტობა არის უკვე
რაღაც შენთვის ნიკა ყოველთვის არის ჩემთვის არის დასაყრდენი ადამიანი. გარდა იმისა, რომ მეგობარიც არის და ჩემი გულშემატკივარია, ძალიან დიდი გულშემატკივარი ყოფილა, არც ვიცი. როდესაც საერთოდ ენდობი ადამიანს უკვე ძალიან ბევრს უკვე შვება თავის თავად ცხოვრებაში და შენ სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღებაში, როდესაც შენ აი უპირობოდ შეგიძლია ადამიანზე იფიქრო, რომ ის რა თქმა უნდა ამ ყველაფერში შენ გვერდით იქნება. უკანი ხელ ყოველთვის მე. იმიტომ რომ ნიკას ცოტა უჭირს, მაგრამ მე მალევე გადასდის და ავიწყდება და ორივეს გვაქვს ეს თვისება და ამიტომ უცებ ფეთქდებით ხოლმე რაღაცას. ფეთქურული. უმტკიცებთ ერთმანეთს. მეჭერს ხო ხანდახან უკან და ხელა, მაგრამ მგონი მე. ხო, იყოს მაწყობს. ჩემთვის ყოველთვის რაღაც უცნაურია ხოლმე, როცა ვისმენ, რომ აი სიყვარული გადის და ის სიყვარული აღარ არის და რაღაც, იმიტომ რომ კი სიყვარულს სჭირდება ძალიან დიდი მოფრთხილება, სჭირდება რაღაცნაირად განვითარება, რაღაც ძალიან ბევრი რამის დათმობაც ალბათ, მაგრამ აი არ ქრება. მე მახსოვს ისიც, ესეც შეიძლება ჩემ გაძლიერდეს. მაგრამ აი ის რომ სიყვარული დათანამში გადადის მეგობრობაში, რა თქმა უნდა, მეგობრობა არის, მაგრამ აი ის რაღაც ნაპეცკად თუ არ არის, ჩემთვის აი ძალიან ჩამქრალია ეს გრძნობა და ჩვენს მე მჯერა და ეთყობა, მაგიტომ ვარ რაღაცნაირად დღემდე მოცული აქვს, ნებით ისევ მიყვარს, შეიძლება უფრო მეტად. მე მგონი ფილმისთვის კადრი გვაქვს, აი ჩემი ამოსვლა ნიკა ყვირის არ მელოდება და მე ამოვდივარ, ალბათ ისეთი, როგორიც არის ბეკეტის პირველი სიყვარული, ცოტა აბსურდული, ძალიან შტამბეჭდავი, ძალიან ტრაგიკომედია ალბათ რა. რაღაც პარადიულ გრძნობაზე და სიყვარული ხო, აი მართლაც თუ კი ერთ ადამიანს მაინც გახდის ცოტა იმაზე უფრო უკეთეს, ვიდრე იყო უკვე რაღაცა გამართლებულია ის ურთიერთობაც, ის ოჯახიც და ყველაფერი. ტრაგიკომედიაც, რა თქმა უნდა, ეს საერთო ცხოვრებაა ტრაგიკომედია და სხვანაირად აბსურდიც კარგი იყო, აბსურდიც ბევრია. კომედიაც ცალკე შეიძლება ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან სასაცილოებიც ვართ ალბათ, უფრო იქიდან რომ გადმოიხედოთ, თუნდაც დროში წლების შემდეგ ან დღეს რო წარსულს ხედავ ან მომავალს როგორ წარმოიდგენ, მაგრამ მაინც ეს არის რაღაცა ისეთი ცხოვრებისეული ჟანრის ფილმი, რომელიც ეგ არის ცხოვრება. არის შემადგენელი ნაწილი, ღმერთმა მოგცა ჩვენ ეს ბედნიერება, რომ ჩვენ გვიყვარდეს ერთმანეთი, იმიტომ რომ შეიძლება რომ ეს არ ყოფილიყო